ისტორია სავსეა ექსპერიმენტებით, რომლებიც მეცნიერების სახელით ჩატარდა, მაგრამ ხშირად ზნეობრივ საზღვრებს სცილდებოდა. დღეს წარმოგიდგენთ 5 ასეთ შემთხვევას, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელდა და დღემდე იწვევს შოკსა და კითხვებს. პირველი. MKUltra გონების კონტროლის საიდუმლო პროექტი. შეერთებულ შტატებში 1950-ან 60-იან წლებში ცივი ომის ფონზე CIA-მ დაიწყო საიდუმლო პროგრამა MKUltra, რომლის მიზანი იყო გონების კონტროლის მეთოდების შესწავლა. პროექტის ფარგლებში ადამიანებს უნებართვოდ აძლევდნენ LSD-ს და სხვა ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, ატარებდნენ ჰიპნოზსა და სენსორულ იზოლაციას. ბევრი ექსპერიმენტი ჩატარდა ფსიქიატრიულ კლინიკებსა და ციხეებში, ხშირად მონაწილეთა თანხმობის გარეშე. 1973 წელს CIA-მ პროექტის დოკუმენტების უმეტესობა გაანადგურა, თუმცა ნაწილი განადგურებას გადაურჩა და მოგვიანებით საჯარო გახდა. მეორე. ნაცისტური სამედიცინო ექსპერიმენტები. მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებმა საკონცენტრაციო ბანაკებში ჩაატარეს არაადამიანური სამედიცინო ექსპერიმენტები, რომლებსაც დოქტორი იოზეფ მენგელე მეთაურობდა. ტყვეებს ასხავდნენ ცივ წყალს და ტოვებდნენ გარეთ 40 გრადუს ყინვაში, ასე იკვლევდნენ ჰიპოთერმიას. ატარებდნენ მაღალ სიმაღლიდან ვარდნის ტესტებს და გენეტიკურ ექსპერიმენტებს. ბევრი ექსპერიმენტი მიზნად ისახავდა სამეცნიერო კვლევას, მაგრამ ხშირად ისინი მხოლოდ სისასტიკის გამოხატულება იყო. მესამე. რაზმი 731 იაპონიის ბიოლოგიური ომის საიდუმლო. 1936-1945 წლებში იაპონიის არმიის საიდუმლო განყოფილება, ცნობილი როგორც რაზმი 731, ჩრდილოეთ ჩინეთში ატარებდა ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის კვლევებს. ექსპერიმენტების მსხვერპლი გახდა ათასობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები. მათ აინფიცირებდნენ ჭირითა და სხვა დაავადებებით. ასრულებდნენ ცოცხალ ადამიანებზე ორგანოების გადანერგვის ოპერაციებს, რომელიც ყოველთვის სიკვდილით მთავრდებოდა. და სხვა სასტიკ ექსპერიმენტებს. ზოგიერთი შეფასებით, რაზმი 731-ის მოქმედებებმა 200,000-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. მეოთხე. აშშ მილგრემის ექსპერიმენტი 1961 წელი. სტენლი მილგრემი იელის უნივერსიტეტში ცდილობდა გაეგო, რამდენად მზად არიან ჩვეულებრივი ადამიანები და ემორჩილონ ავტორიტეტს, თუ კი ეს სხვას აზიანებს. მისი ექსპერიმენტის მონაწილეებს უთხრეს, რომ იკვლევენ ტკივილის გავლენას მეხსიერებაზე. ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ თვითონ ექსპერიმენტატორი, რეალური ცდისპირი, მასწავლებელი და მსახიობი, რომელიც თამაშობდა სხვა ცდისპირის როლს. მოსწავლეს უნდა დაემახსოვრებინა სიტყვები მოცემული სიიდან მასწავლებელს, კი შეემოწმებინა მისი მეხსიერება და შეცდომის შემთხვევაში დაესაჯა ელექტროდენის დარტყმით, ისე რომ ყოველ ჯერზე გაეზარდა მისი სიძლიერე. ექსპერიმენტის მონაწილეებს ეგონათ, რომ სხვებს მართლაც არ ტყამდნენ დენს. ხმები და ყვირილი რეალური ჩანდა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ინსცენირებული იყო. შედეგი შემაშფოთებელი აღმოჩნდა, 65%-ზე მეტი ადამიანი ბოლომდე ასრულებდა ბრძანებას. მეხუთე. საბჭოთა კავშირი, ფსიქოტროპული მედიკამენტების ტესტირება 1950-1960-იანები. საბჭოთა კავშირში პოლიტპატიმრები ხშირად ხვდებოდნენ ფსიქიატრიულ კლინიკებში, არა იმიტომ, რომ ავად იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ კომუნისტურ იდეებს არ იზიარებდნენ. მათ უტარდებოდათ იძულებითი მკურნალობა, რომლის მიზანიც იყო პიროვნების ფსიქოლოგიური განადგურება, ან სულაც გაგიჟება. ამისთვის იყენებდნენ ნარკოტიკებს, შუკურ თერაპიას და სხვადასხვა სახის წამებას. ასეთი მკურნალობის ყველაზე ცნობილი მსხვერპლი პროფესორი სახაროვი გალდათ, რამდენი ადამიანი გახდა ამ ექსპერიმენტის მსხვერპლი, დღესაც უცნობია. თუმცა ლაპარაკია ათასობით ადამიანზე. საიდუმლო ექსპერიმენტები, რომლებიც მეცნიერების სახელით ჩატარდა, ხშირად ზნეობრივ საზღვრებს სცილდებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ და გავიხსენოთ ეს ისტორიები, რათა მომავალში მსგავსი შეცდომები აღარ განმეორდეს. თუ მოგეწონა ვიდეო, გაუზიარე მეგობრებს. და რასაკვირველია, გამოიწერე არხი.